BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. ილამშტობის გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW 2026 წლის მოგების პროგნოზე შეამცირა, რამაც კომპანიის აქციები საბოლოო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ვარდნა გამოიწვია. მხოლოდ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიას 35%-იანი კორექცია აქვს დაახლოებით მენეჯმენტის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის კლებამ და ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულმა შეფერხებებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გერმანული გიგანტის ფინანსურმა პროგნოზმა მთლიანად ევროპულ ავტოინდუსტრიაზე იქონია გავლენა, რის გამოც BMW-ს კონკურენტების Volkswagen-ისა და Mercedes-Benz-ის აქციებზეც გაიზარდა ზეწოლა, რაც შეეხება უფრო დიდ პრობლემას, ეს ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს უკავშირდება, რომელიც ევროპული ავტოინდუსტრიისთვის მთავარი პრობლემაა და მისი პასუხი ამჟამად არც BMW-ს აქვს. Mercedes-Benz-მა გადახედა გეგმებს და ლეგენდარული ვერ ვაძრავა შეინარჩუნა მისი ცოცხლის უნარიანობის დასტური განახლებული ფლაგმანები AMG GL63 S-Coupe და GLS 63-ია. ორივე სუპერ SUV-ის გული 4 ლიტრიანი ვერვა აგრეგატია, რომელიც 48 ვოლტიან mild hybrid-თან კომბინაციაში 603 ცხენისავას და 850 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. GL63 S100 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 3.6 წამში, GLS 63 კი 3.9 წამში, მოკლედ ვერვა კვლავ ცოცხალია. საავტომობილო ბაზარზე კონკურენციის მთავარი იარაღად ახალი მოდელების შემუშავების სისწრაფე იქცა ჩინური გამოცდილების გათვალისწინებით Nissan ავტომობილების შექმნის ციკლს 55-დან 30 თვემდე ამცირებს. ამ სტრატეგიის პირველი მაგალითი ახალი Skyline იქნება, რომლის დებიუტი 26 თვიანი შემუშავების შემდეგ ამ ზამთარს იგეგმება. გაყიდვების 6%-იანი გლობალური შემცირების ფონზე კომპანია აგრესიულ შეტევას იწყებს და უახლოეს წლებში 7 ახალი მოდელის, მათ შორის SUV-ების, პიკაპებისა და მომავალი თაობის GT-R-ის წარდგენას გეგმავს. Porsche ბრიტანეთში ბრენდის 75 წლის იუბილეისთვის 911 GT3 ტურინგის ბაზაზე შექმნილი ექსკლუზიური ვერსია Escort 51 Edition წარადგინა. მოდელი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მისი ტირაჟი მკაცრად 51 ერთეულით შემოიფარგლება. საიუბილეო ავტომობილი აღჭურვილია მექანიკური გადაცემათა კოლოფით, უნიკალური Escort Green შეფერილობითა და მწვანე ტყავის ინტერიერით. ტექნიკური ნაწილი უცვლელია 4 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა 503 ცხენისავალის გამომუშავებით, ლიმიტირებული სპორტკარის ღირებულება $318,000. ბოლოს ქართული ამბავი, საქართველოს ჯამური ავტოექსპორტი იანვარ-მაისში 25% შემცირდა და $735 მილიონი შეადგინა. ვარდნა ფიქსირდება ტრადიციულ ბაზრებზე, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. ამ ფონზე ანომალიური ზრდა ირანის მიმართულებით, სადაც ექსპორტი 51,397%-ით გაიზარდა და $44 მილიონ 2519 ერთეულ ავტომობილს მიაღწია. აღნიშნული მკვეთრი აქტივობა ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყებას ემთხვევა. მარტიდან მაისამდე პერიოდში ირანში $40 მილიონ 200,000 ღირებულების 2291 ავტომობილი გავიდა. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.